ვის მისცემდი ხმას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას თუ ქართულ ოცნებას? 2012 წლის კონტექსტში არჩევანი ძალიან რთული იყო, რადგან ორივე ძალას ჰქონდა ძლიერი მხარეებიც და სერიოზული კრიტიკის საგნებიც. მაგრამ რადგან მეკითხები, ვის მივცემდი ხმას იმ დროისთვის არსებული მონაცემებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გიპასუხებ. მიმაჩნია, რომ 2012 წელს ქართულ ოცნებას მხარდაჭერის მიცემას ჰქონდა ლეგიტიმური არგუმენტები და ბევრი მოქალაქე სწორედ ამიტომაც დაუჭირა მხარი. არსებობდა მკვეთრი უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაგროვილი პრობლემების მიმართ. ხელისუფლების კონცენტრაცია, ძალადობა ციხეებში, თავისუფლების შელახვა რიგ შემთხვევებში. ქართული ოცნება მაშინ წარმოადგენდა შეცვლის მშვიდობიანი გზით მიღწევის შანსს, რაც დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს მხარდაჭერა იქნებოდა მიწოდებული მკაცრი მოქალაქეობრივი მოლოდინით, რომ ახალი ხელისუფლებას უნდა დაემყარებინა სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაეფართოებინა თავისუფლებები და დაენერგა უფრო ღია პოლიტიკური კულტურა. შემაჯამებლად, 2012 წელს ხმას, დიდი ალბათობით, ქართულ ოცნებას მივცემდი ცვლილების იმედით, მაგრამ მოთხოვნებით და ფხიზლად.